თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. დღეს ოთხშაბათია, პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი, მე ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი ვარ. ადრეული ქორწინება, ძალადობა ეს იყო აქციების მთავარი ლოზუნგი, რომლითაც ქალთა მოძრაობა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა. საქართველოში გოგონების ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. არასამთავრობოების ნაწილი სახელმწიფოსგან კანონის გამკაცრებასა და მსგავს ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას მოითხოვდა. რა შედეგი მოყვა აქციებს და იგეგმება თუ არა საკანონმდებლო ცვლილებები, შეკითხვებს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ანა აბაშიძე უპასუხებს. მსმენელს კი შეუძლია დარეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 89 გამოთქვას მოსაზრება, ასევე მოგწერეთ Facebook-ის გვერდზე კანონი რადიო იმედი. მოგესალმებით ქალბატონ ანა, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საკმაოდ აქტიური კამპანია, შეიძლება ითქვას რომ თქვენი წამოწყებულით შეიძლება უწოდოთ ამ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით და ადრეული ქორწინება არის ძალადობა. ამ ლოზუნგით გაიმართა საკმაოდ ფართო მასშტაბიანი აქციები 16 დღიანი. რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა, თუ შეგიძლიათ გითხრათ? პროექტში მოგესალმებით, მეც მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და ზოგადად თემის გაშუქებისთვის. კი ბატონო, არა მარტო ჩვენი, არამედ ზოგადად საქართველოში გარკვეული ადამიანთა გარკვეული ჯგუფების, რომლებსაც სჯერათ გენდერული თანასწორობის, სჯერათ რომ ეს არის სამართლიანობის ერთ-ერთი წინაპირობა და აუცილებელი რამ. ითხოვენ ყოველდღიურ რეჟიმში გარკვეულ ცვლილებებს, მათ შორის ჩვენც მოვიაზრებით ცხადია. შედეგებს რაც შეეხება, შედეგები გარკვეულწილად არსებობს, პოზიტიურ შედეგებზე მაქვს საუბარი, მაგალითისთვის თქვენ იცით რომ ერთ-ერთი ჩვენი მოთხოვნა იყო საკანონმდებლო ჩანაწერის ცვლილება, ვინ არის მაგალითად ქორწინების სუბიექტი და ბავშვებს რომელი ასაკიდან შესაძლოა სახელმწიფომ მისცეს უფლება გააკეთონ რეგისტრირებული ქორწინება. თქვენ იცით რომ აქამდე არსებობდა ჩანაწერი 16 წელს მიღწეულ ბავშვებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი მოთხოვნით გარკვეული ცვლილებები შევიდა, ჩვენი და სახალხო დამცველის ინიციატივა იყო თავდაპირველად ეს პარლამენტში. ცვლილებები შევიდა იმასთან დაკავშირებით, რომ არა ვთქვათ მშობლებს, რაც აქამდე იყო, არამედ სასამართლოს პრეროგატივაა გასცეს თანხმობა, შეამოწმოს ხო არ არის ვთქვათ იძულების ფაქტები, არსებობს თუ არა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესისკენ მიმართული აუცილებლობა, რომ მან რეგისტრირებულ ქორწინებაში იყოფებოდეს ის კონკრეტულ ადამიანთან და ასე შემდეგ. ანუ სასამართლოს კონტროლი შემოდის ამ ტიპის ურთიერთობებში და უფრო მეტიც გარკვეული ვადის შემდეგ 16 წელი გახდება 17 წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ უпростоრად 17 გახდა ეხლა, მაგრამ ავა 18-მდე. რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე ჩვენ ფაქტობრივად საკანონმდებლო დონეზე მაინც ვიტყვით იმას, რომ საერთაშორისო სტანდარტია დაცული ამ ქვეყანაში და ყველა პროგრესული ქვეყანა, ყველა ქვეყანა, სადაც ბავშვთა უფლებებს უბრალოდ პრიორიტეტულად უყურებენ და მნიშვნელობას ანიჭებენ, მიდის იქამდე, რომ სრულწლოვანების ასაკამდე ქორწინება იყოს დაუშვებელი. ჩვენ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ თითქოს ეს არის ვიღაცის პირად ცხოვრებაში ჩარევა და სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს მსგავს ტიპის ურთიერთობებში, მაგრამ მე მესმის ამ ადამიანების, მათ არ აქვთ, ესე ვთქვათ, ახლო ურთიერთობა თემთან, ბავშვებთან, რომლებიც ძირითადად ძალადობის შედეგად და იძულების შედეგად შედიან ქორწინებაში. ეს რეგიონებში ყველაზე მძიმე სტატისტიკა. არა მხოლოდ, მაგრამ ცხადია რეგიონებში იმატებს გარკვეული, ესე ვთქვათ, ნეგატიური მონაცემები, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ რეგიონების პრობლემა. გასულ წელს 600-ზე მეტი ადამიანი ბავშვის ქორწინება დარეგისტრირდა ოფიციალურად, რომლებმაც მიაღწიეს 16 წელს. და ეს არ იყო მხოლოდ რეგიონების მონაცემები. ანუ ადამიანებს მე ვიტყოდი, რომ ათხოვებენ, იძულებით ათხოვებენ, მათი ჭეშმარიტი ინტერესი და მათი თავისუფალი ნება ეს არ არის. არამედ მასზე მოქმედებს ბევრი ფაქტორი ბავშვთან მიმართებაში. ბავშვი არ არის ინფორმირებული, ისე იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც თავადაც იღებს.
და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ბავშვს მისცეს საშუალება მიიღონ ინფორმირებული. თუ ჩაიტარებთ სტატისტიკური კვლევა, ან რომელიმე ორგანიზაციას თუ აუღია თავის თავზე ეს მისია, რომ ჩაეტარებინა სტატისტიკური კვლევა, დავშათ რომელი იყო ნებაყოფლობითი ამ რაოდენობიდან და რომელი იყო, როგორია მაჩვენებელი თუ გაქვთ ამის ინფორმაცია? სამწუხაროდ მაჩვენებელი არ არსებობს ბავშვთა ქორწინების ესეთ სახელმწიფოსთვის დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ ვის და სახელმწიფოს ყველაზე მეტად ევალება და შეუძლია აწარმოოს ოფიციალური და ძალიან ესე ვთქვათ სანდო სტატისტიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასე სტატისტიკა არ აქვს სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს გარკვეულ ადგილებში მონაცემები, რომელიც სრულსრულად ცხადია ვერ ქმნის. მაგრამ არც იმას ამბობს, რომ მაგალითისთვის კონკრეტულ მუნიციპალიტეტში თუ მონაცემი 2 წლის განმავლობაში არის პირობითად 7000-ზე მეტი, ეს პრობლემა არ შეიძლება იყოს ქვეყნისთვის, ხო? ეს რო იყოს პირობითად 100-200 ქორწინების ფაქტი, ესეც საგან გაშუა, მაშინ როდესაც უბრალოდ ჩვენ არ გვიკვლევია ქვეყნის მასშტაბით რა ხდება. ამის პარალელურად ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებით ადამიანებს, ჩვენ სოფლებში მუშაობთ, ქალაქებში მუშაობთ, ქალაქს თბილისს ვშორდებით და გარეთ გავდივართ, სადაც ადამიანები ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ და ჩვენ ხედავთ, რომ არ არის აუდიტორია, სადაც პირობითად 20 ადამიანიდან 5 არ ასახელებდეს მის ირგვლივ მსგავს პრობლემას სხვადასხვა რეგიონებში. ასე რომ ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვთქვათ, რომ ადრეულ ასაკში გოგონათა ქორწინება, ბავშვთა ქორწინება არის ქვეყნის პრობლემა და არა რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ან რომელიმე ამ შემთხვევაში რა არის მშობლების, აი თუ ამაზე გაქვთ ინფორმაცია. მრავალი სახის არის ასეთი მოტივები, არსებობს ხადია რაღაც იძულების გამონათქვამი, რომ პატრონს ჩავაბარე, ეგეთ შეიძლება იყოს. ხო, ნუ ეს ძალიან ტრადიციულია. პირველი ის ვთქვათ, რომ მოდი ეს ვთქვათ, რომ სირცხვილი არ არის ამ ქვეყნისთვის ის, რომ 14-15 წლის ასაკში ბავშვები ქორწინდებიან. არ არის სირცხვილი, პირიქით, ეს არის წახალისებული და ხშირ შემთხვევაში უკვე გაცვდა კიდეს ამ მაგალითს ვამბობთ, მაგრამ რეალობა ესაა, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი შემთხვევები შედარებულია ჩვენს დიდ წინაპრებს, რომლებიც 12-13-14 წლის ასაკში ქორწინდებოდნენ ბებიებს, ბაბუებს, მეფეებს და ასე შემდეგ. ანუ ამით რას ვამბობთ? ჩვენ ვამბობთ, რომ კულტურულად გამართლებულია ეს და ეს ძალიან ძლიერი, ბჭყალებში ძლიერი არგუმენტებია იმ ადამიანებისკენ, რომლებიც ცდილობენ იპოვონ მიზეზი, რომ გაამართლონ ბავშვებზე იძულება და ძალადობა ამ ფორმით. ანუ იმიტომ არის რთული ამ საკითხზე მუშაობა, რომ ეს მოვლენა არის აბსოლუტურად ინტერნალიზებული მთელ საზოგადოებაში და ხალხი ვერ ხვდება რატოა ცუდი, რატომ საზოგადოების ცნობიერება უნდა შეიცვალოს. საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, უთხრათ ის მიზეზები, რის გამოც არის ნეგატიური ეს მოვლენა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როცა ადამიანთა ჯგუფი ისმენს ამ მიზეზებს, რა თქმა უნდა ბუნებრივია, რომ მათ აქვთ უკვე პროტესტი და ჩვენ ამას პრაქტიკაში ვხედავთ. უბრალოდ სამწუხაროდ თვითონ სახელმწიფო სხვადასხვა უწყებები თავად იზიარებენ იმ კვაზი ღირებულებებს, რომელიც ამ თემაშია. ეხლა მაგალითისთვის, როცა პირობითად ვთქვათ, რომელიმე სამინისტრო, რომელიც უნდა იყოს ლოკომოტივი რაღაც პროგრესის, თავად უიზიარებს იმ ყალებში ღირებულებას, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, ძალიან რთულდება ელაპარაკოს საზოგადოებას. რომელიმე სამინისტრო დაასახელოთ. მაგალითისთვის, კი ბატონო, რატომაც არა, მაგალითისთვის ბევრწლიანი მუშაობა დაგვჭირდა განათლების სამინისტროსთან იმისთვის, რომ მათ უბრალოდ ეღიარებინათ, რომ ეს პრობლემა დგას. რატომ შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა დგას თუ არ დგას, ხო? პირველი, როდესაც 7000 გოგონა ტოვებს და განათლების სისტემას, მინიმუმ უნდა გიჩნდებოდეს კითხვა რატომ ტოვებს. როცა ჩვენ ამ შეკითხვას ვსვავდით, პასუხობდნენ, რომ განათლების სამინისტრო და კონკრეტულად სკოლები არ არიან ვალდებულები იკვლიონ მიზეზები, რაც არის აბსოლუტურად არასახელმწიფოებრივი ხედვა. ვალდებულება კონკრეტულად სადმე აი ესე პირდაპირ გაწერილი არის თუ არ არის, მე ვფიქრობ, რომ თვითონ განათლების სისტემას გააზრებული უნდა ჰქონდეს მისი როლი საზოგადოებაში. როგორ დავიჯერო, რომ განათლების სისტემა რომელიმე ქვეყანაში არ ღელავს მინიმუმ იმაზე, რომ ერთბაშად 7000 გოგო წლის მანძილზე ტოვებს განათლების სისტემას და რატომ მხოლოდ გოგო? ხო, რაღაცა მინიმუმ არის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში არ ხდება ეს სკოლის დატოვება. ბიჭების შემთხვევაში არ ხდება, იმიტომ რომ ზოგადად ადრეულ ასაკში აქორწინებენ იძულებით გოგონებს ამ ქვეყანაში. არის გამონაკლისი ქვეყნები, სადაც ბიჭების პრობლემაა ეს პრობლემა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს არის გოგონების დამაზიანებელი ქმედება. შესაბამისად, ბიჭები
თავისუფლად დადიან, ასრულებენ საშუალო განათლებას იღებენ, აგრძელებენ პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებას, არანაირი კულტურული, ესე ვთქვათ, ბარიერი მათ არ ხვდებათ, მაგალითად ისეთი როგორც ხვდებათ გოგონებს, მაგალითად მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც თვლიან, რომ გოგონები უნდა იყვნენ ოჯახებში და მათი მთავარი ფუნქცია არის ოჯახის შექმნა და მერე შვილების გაჩენა. მეტნაკლებად ასე თვლიან სხვა რეგიონებშიც, მაგრამ მარნეული კონკრეტულად გვაქვს ნაკვლევი და ამიტომ შემიძლია რომ მათზე აპელირება გავაკეთო. ანუ იმის თქმა მინდა რომ ამავდროულად არიან სამინისტროები, რომლებიც უბრალოდ კომენტარსაც კი არ აკეთებენ ამ თემაზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენს მხარეს არიან. ეს ნიშნავს უფრო იმას, რომ ისინი არ ხედავენ ამ მოვლენაში პრობლემას და ისინი რაღაცა უხერხი ოჯახის პრობლემას და არა გლობალურ პრობლემას, ან ეთნიკურ ჯგუფს მიაწერენ ხოლმე. აი მაგალითად, ეხლა მიაჩნიათ, რომ აზერბაიჯანული თემის პრობლემაა მხოლოდ და ამიტომ არავინ არ უნდა შევეხოთ მათ და ეს მათი ტრადიცია და არა და თავად რო გკითხო ამ თემის წარმომადგენლებს და ჩვენ ცხადია მათთან ერთად მუშაობთ ამ პრობლემაზე. იპასუხებენ, რომ ეს არის მითი, რომ ეს არის ჩვენი ტრადიცია, ჩვენი რელიგიური ღირებულება. ეს არის მითი. გიხსნიან, რომ ეს არის ბოლო 10 წლეულის ტრადიცია ბჭყალებში, რომელიც კონკრეტულმა მოვლენებმა განაპირობა და ეს არ არის არც ერთ შემთხვევაში მათი ეთნიკურობის განსაზღვრელი ან რელიგიური ნიშანი. ანუ ამ ნაწილშიც ჩვენ სტერეოტიპების მსხვერპლები ვართ და ყოველთვის რაღაცა ვიშვერთ ხელს განტევების ვაც ვეძებთ და ამბობთ, რომ თურმე არაფერი არ შეგვიძლია. ცხადია ეს არასწორია, მაგრამ ყველაფერი ერთად ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არ არის მკაცრი, არ არის ცალსახა იმ გაგებით, რომ სწორი ხედვა არ აქვს ამ მიმართულებით და ამ თემას სხვა თემებისგან განსხვავებით კიდევ ერთი სირთულე ახასიათებს. თუ კომპლექსურად სხვადასხვა უწყება ერთად არ მუშაობს, შედეგს ვერ აღწევს. თუ განათლების სამინისტრო ცხადია ამ ბევრი მცდელობის მერე წამოვიდა თანამშრომლობაზე, მაგალითად, მათ აღიარეს, რომ პრობლემა არის, მათ დაიწყეს გარკვეული რეგულაციების დაწესება სკოლებისთვის, რომ აღრიცხონ რამდენი ბავშვი ტოვებს სკოლას, რატომ ტოვებს. ეს განათლების სამინისტროს მიერ არ უნდა იყოს ხელშეწყობა, რომ ამ ადამიანებმა დაასრულონ სწავლა. ამ მიმართულებით თუ გაქვთ პრობლემები და პრეტენზიები სამინისტროსთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, რომ ხელოვნური ბარიერები კი არ შეიქმნას და უშუალოდ საღამოს ჯგუფში გადაიყვანოს, ან არ ვიცი, რამე მეთოდით, რაიმე სქემით, რადგან ეს პრობლემა დგას ქვეყანაში, რომ 7000 გოგო ტოვებს სასწავლო დაწესებულებას და არის ატესტატის გარეშე, განათლების სამინისტროს უნდა იმუშაოს თუ არა ამ მიმართულებით, რომ უშუალოდ ამ ადამიანებს ასე იქნება თუ ისე იქნება, მიეცეთ განათლების საშუალება, რაღაც პირობები შეიქმნას იმისთვის, რომ აიღონ ატესტატი. კი ბატონო, განათლების ყველამ შეიძლება იყოს თავისი როლი ამ პრობლემაში. განათლების სამინისტრო მინიმუმ, განათლების, ესე ვთქვათ, სკოლის დირექტორები მინიმუმ თამადებად არ უნდა დადიოდნენ ბავშვთა იძულებითი ქორწინების დროს. ქორწილებში მე უტრირებას არ ვახდენ, ეს არის აბსოლუტურად ციტირებ იმ სიტუაციას, რაც ირგვლივ ხდება. მინიმუმ ის, რომ ღირებულებები აკონტროლონ და ამოწმონ იმ საჯარო მოხელეების, რომლებსაც ვასაქმებთ და რომლებსაც ჩვენი ბიუჯეტიდან ვუხდით ფულს, მე მგონია ეს არის ის მცირედი, რაც უნდა გააკეთოს განათლების სამინისტრომ. სამინისტროს დონეზე შესაძლოა რომ ღირებულებები სწორად არის, მაგრამ აქ საუბარია კონკრეტულ სკოლებზე და თქვენ იცით რომ სკოლა არის დამოუკიდებელი, მაგრამ პოლიტიკის განსაზღვრელი არის თვითონ განათლების სამინისტრო. შესაბამისად, ის როცა ხედავს ამ პრობლემას, მან აქტიურად უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით. როდესაც ახლა სკოლის დირექტორს არც კი აქვს დისკომფორტი იმაზე, რომ პირობითად იცის ინფორმაცია და არ აწვის შესაბამის ორგანოებს, რატომ არ აქვს დისკომფორტი, იმიტომ რომ მას ამის გამო არავინ პასუხს არ თხოვს. ცხადია, რომ ის არ იწუხებს თავს და აი ეს პრობლემა ამ მთლიანობაში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სკოლის დირექტორი ან ნებისმიერ პროფესიონალი, რომელიც ბავშვთან მუშაობს, ვალდებულია. როცა ეჭვი გაუჩნდება, აქ არ არის საუბარი მუტყუარ მტკიცებულებებზე, როცა დასაბუთებული ეჭვი გაუჩნდება, რომ ბავშვი ტოვებს განათლების სისტემას მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვიღაცა აიძულებს, ან მისი ჭეშმარიტი ინტერესი არ არის, თუნდაც თავად იღებდეს გადაწყვეტილებას, ის არის ვალდებული შეატყობინოს სხვადასხვა ორგანიზაციებს, მათ შორის სოციალურ სამსახურს, რომელიც ბავშვზე ზრუნვის და მეურვეობის ორგანოა, მაგრამ ამას არ აკეთებენ. მე თქვენ ახსენეთ გადაცემის დასაწყისში, რომ საკანონმდებლო დონეზე მაინც იყოს გამართული. მეორე მომენტია, რომ დავშვით იგივე
პარალელი შეიძლება გავავლოთ, რომ იყო, როდესაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს იძახებდნენ ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად არაფერი არ იცვლებოდა ამ ქალების ცხოვრებაში. იძახებდნენ, მოდიოდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი, განმუხტავდა ალბათ მდგომარეობას და ტოვებდა ისევ მოძალადე ქმართან. ან იმ შემთხვევაში თუ მე ვარ მაგალითად მოქალაქე, რომელსაც მაქვს მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნება, დავრეკე და შევატყობინე არასრულწლოვანი ბავშვის იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით გამოვთქვი ეს მოსაზრება. რა მოხდება შემდეგ? ანუ არის თუ არა ერთი კანონი რაღაც შეიცვალა, რაღაც დაიწერა, თუმცა რეალურად პრაქტიკაში ეს კანონი მოქმედებს, მუშაობს, რაიმე იცვლება? პირველ რიგში მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას და მიმეჩნია არასწორად, როდესაც თქვა კანონმდებლობას განსაზღვრავენ მხოლოდ ერთი კონკრეტული კანონით და მერე ყველაფერს დანარჩენს ადამიანებზე გადაიტანენ და ამბობენ რომ აი მაგალითად ესეთი ხო გაგუგია ესეთი რამ რომ კანონმდებლობა არის ძალიან კარგი, მაგრამ სიტუაცია არ იცვლება. ეს არის პარადოქსია, ეს არ შეიძლება ესე იყოს. აქედან გამომდინარე კანონმდებლობა ნიშნავს როგორც საკანონმდებლო რეგულაციას, ანუ კანონის მიღებას კონკრეტულად რო ვთქვათ რაღაც მიმართულებაზე, ასევე ამავე კანონის აღსრულების წესების მიღებას, რომელიც ასევე ნორმატიულია ხშირ შემთხვევაში, ანუ კანონქვემდებარე არ მინდა რომ სმენელი გადავღალ რაღაცა პროფესიული სიტყვებით, მაგრამ არსებობს კანონი, არსებობს როგორც გაგვია ბრძანებები, დადგენილებები, განკარგულებები, რომლებიც საკანონმდებლო ბაზას ავსებს. ანუ არ უნდა გავყოთ ერთმანეთსგან, თუ კანონია მიღებული, მოქალაქე უნდა კითხულობდეს და სვავდეს შეკითხვას, რომ რა გარანტია მაქვს, რომ ამ კანონს კონკრეტული მოხელე შეასრულებს. რა თქმა უნდა, კანონის შესრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული ვიღაცის კეთილნებაზე ან კარგ ადამიანობაზე. ასეთი როგორ გითხრათ, ხვრელი არ უნდა დატოვოს კანონმდებელმა რეგულაციის დროს. ანუ უნდა შექმნას, უნდა მიაყოლოს საკანონმდებლო სიახლეს ის სტრატეგია იქნება თუ გეგმა თუ ინსტრუქცია, რომელთაც უნდა აღსრულდეს ის საკანონმდებლო მიზანი. არის დღეს. აი ზუსტად მანდაა პრობლემა, როდესაც ჩვენ ვიძახებთ პატრულს ან ნებისმიერ სხვა უწყებიდან კონკრეტულ უფლებამოსილ პირს, ხშირია შემთხვევები, როდესაც არ იციან რა გააკეთონ, ანუ იციან რომ რაღაც არის გაწერილი, მაგრამ არ იციან როგორ. ანუ აი როგორზე პასუხი იყო ზუსტად ჩვენი მოთხოვნა სხვადასხვა მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, როდესაც ვითხოვდით რომ საპატრულო პოლიციას უნდა ჰქონდეს კონკრეტულად გაწერილი წესები, მოქმედებები და სასამართლო სისტემა უნდა ეხმარებოდეს პოლიციას და პირიქით პოლიცია ეხმარებოდეს სასამართლო სისტემას იმისთვის რომ სხერპლი დავიცვათ. ამაში გვაქვს ჩვენ გამოწვევა დღეს. პოლიციელი მეტნაკლებად მზად არის მიხვდა რომ ესე ვთქვათ ქვეყნის პრიორიტეტი არის და მიმართულება იქითკენ რომ ოჯახის თემა აღარ არის საბედნიეროდ. ოჯახი შევინარჩუნოთ, რაც მთავარია. სისტემის დონეზე აღარაა დარჩენილი, ჩემი აზრით. ისეთი დიდი პრობლემა აღარაა. სისტემა აღარ ფიქრობს, რომ ეს კერძო დავაა, მაგრამ სისტემა არ იაზრებს იმას, რომ არ ფიქრი კერძო დავა არა საკმარისი. მე უნდა გააძლიერო პოლიციელი, უნდა დაეხმარო ყველანაირად. ჩემი აზრით თვითონ სამინისტროები არ უსმენენ პრაქტიკოსებს. მაგალითად, რაღაც მივდივართ ხოლმე განხილვებზე, რაღაც ინიციატივების ირგვლივ, აი ამ მოლაპარაკების მაგიდასთან არასდროს არ ზის ხოლმე ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ შედის ამ ოჯახში, ანუ პოლიციელზე მაქვს საუბარი, სოციალურ მუშაკზე, პრაქტიკოსზე, რომელიც ქუჩაში ხედავს ამ ბავშვებს, ელაპარაკება და იმათ იციან რა პრობლემებია, რატომ ვერ ასრულებენ იმ მოვალეობას, რასაც საზოგადოება უკვეთავს და მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ამ ადამიანების დრო დადგა, რომ რიგითი თანამშრომლების ჩართულობა. ზუსტად აი მათი დრო დადგა, მათ მოусმინონ. ისინი ცხადია სამინისტროზე ხმამაღლა ვერ ილაპარაკებენ, ხო, ეს არის სტრუქტურა და ბიუროკრატია, მაგრამ თვითონ სამინისტროს თანამშრომლები უნდა ხედავდნენ იმის საჭიროებას, რომ კითხონ იმ ადამიანებს, ვისაც უშუალო შეხება აქვს. ვინ ახავს კანონში, არაერთ კანონში ეგრეთ წოდებული მკვდარი მუხლი, რომელიც ფაქტიურად წერია, მაგრამ იმ მუხს არავინ არ ასრულებს და იმედია ასე არ იქნება ჩანაწერები ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც საკმაოდ ფართომასშტაბიანი კამპანია დაგეგმა ქალთა ორგანიზაციებმა, რეკლამა და რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ საუბარს. დაგვირეკეთ ნომრებზე 292 11 88 292 11 89 ან მოგწერეთ მისამართზე კანონი @radio-imedi.gr. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს საუბრობთ ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე. ჩვენი სტუმარია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ანა აბაშიძე. ქალბატონო ანა, ჩვენ საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნახევარში, თუმცა მე ახლა მინდა შევეხო სასამართლო სისტემა. სასამართლოს პრეროგატივა ხდება განსაზღვროს იზოლებით ხდება ბავშვის ქორწინება თუ ნებაყოფლობით. სასამართლო სისტემა დღეს მზად არის ამისთვის. არსებობს კვალიფიციური კადრი, უნდა მოხდეს თუ არა მათი გადამზადება. იგივე იუსტიციის სამინისტრომ არასრულწლოვნის დაკითხვასთან დაკავშირებით მოახდინა გადამზადება, ადვოკატები გადაამზადა, რომელიც განიხილავს კონკრეტულად არასრულწლოვანი, შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ სისტემურად ვამბობ, როგორ მიუდგა დაუშვათ ერთი სამინისტრო არასრულწლოვანთა მიმართ პატიმრობის გამოყენების ფაქტებს და მსგავსი რამ უნდა მოხდეს თუ არა, რომ ის მოსამართლეც იყოს მზად. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ მინდა სტატისტიკა ვთქვა, შეიძლება შეცდომა იყოს, მაგრამ ხშირად ისმის შეკითხვა არ თხოვდები, რატომ არ თხოვდები, როდის თხოვდები. რა გარანტია გვაქვს იმის, რომ მოსამართლე იქნება ადამიანი, რომლისთვისაც უფრო მეტად მისაღები იქნება ბავშვის ინტერესები და ის არ გაითვალისწინებს იმ მშობლების დაუშვათ მოსაზრებას, რომ მისი შვილისთვის ასეა კარგი, რომ 16 წლის ასაკში გათხოვდეს. ან უნდა მოხდეს თუ არა გადამზადება, უნდა მოხდეს თუ არა უფრო მეტი ტრენინგის ჩატარება, თუნდაც მოსამართლეებისთვის იყოს გამოყოფილი ცალკეული ჯგუფი, როგორც არასრულწლოვანებთან მიმართებაში. კი ბატონო, ეს სწორი შეკითხვაა და ლოგიკურია, როცა ამ შეკითხვას ვსვავთ, იმიტომ რომ ცხადია სასამართლო სისტემაც უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და ცხადია რომ იდეალური სიტუაცია აქ არ გვაქვს. მაგრამ მოდით სხვანაირად შევხედოთ მოვლენებს. თუ ასე შევხედავთ რომ მოდი ჯერ მოვამზადოთ ვიღაც და მერე შევცვალოთ სიტუაცია, მე ვფიქრობ რომ ეს არ იქნებოდა სწორი არასრულწლოვანთან მიმართებაში, იმიტომ რომ რამდენიმე მიზეზის გამო პირველი რომ არის შემთხვევა ცალსახაა რომ სასამართლო სისტემა ცხადია უფრო ლეგიტიმურია და უფრო ბოლო-ბოლო ის არის ობიექტური და ცალკე მდგომი მიუკერძოებელი სუბიექტი მშობლისგან განსხვავებით ან მეორე მხარისგან განსხვავებით შესაბამისად დიდი ალბათობით ის უფრო მეტად ობიექტურად განიხილავს ამ საკითხს ვიდრე დაინტერესებული პირები. ეს ერთი, მეორე იდეალური არაა, როცა სასამართლოს ვრთავთ სისტემაში, იდეალური არის, როდესაც ზოგადად არასრულწლოვნების ქორწინება აკრძალულია ნებისმიერის თანხმობის მიუხედავად, მაგრამ ჩვენ გადავდივართ ნელ-ნელა მაგ სისტემაზე. და ლოგიკურია ჩდება შეკითხვა მზად არის თუ არა მოსამართლე. მოსამართლე დღეს შეიძლება ითქვას, რომ არ არის მზად, ისე როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს, მაგრამ ესე რო გვექნა ეს ხო სახელმწიფოების ცალკე შტოა, რომელიც ასევე წარმოადგენს სახელმწიფოს სახეს. სახელმწიფოში არის ერთგვარი ბიზნეს შინაარსი უფლების შეთავაზებასა და მის დაცვას შორის. ანუ ჩვენ როგორც ბიზნეს კლიენტები, მოქალაქეები, ეს რო აღვიქვათ, სანამ არ დაუკვეთავთ, სერვისი არ ჩნდება. არ ხდება ხოლმე პირიქით, რომ რაღაც ჩნდება და მერე ხალხს ინტერესი აქვს არ აქვს. ადამიანის უფლებებში ზუსტად ასეა. ყველა ჩვენი უფლება არის აბსოლუტურად პასიურ მდგომარეობაში, მაგრამ სანამ არ გავააქტიურებთ. ანუ ჩვენ არ დავსვავთ ამ საკითხს. გარკვეული სტრესული გარემო იქნება, როდესაც მაგალითად ჩვენი ტიპის დემოკრატიის ქვეყნებში უფრო მეტად მაღალი სტრესია, როდესაც შენ გიწევს რაღაც ტიპის როგორ გითხრათ, რისკზე წასვლა შენი უფლებების დაცვის დროს, მაგრამ შენ იცი რომ თუ ამ რისკზე არ წახვალ, მეორე მხრიდან სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება თავის თავად შემოთავაზება, რომ შენი უფლება იყოს დაცული. ეს არის ძალიან მარტივი წესი ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის ზრდასთან მიმართებაში. მაგალითად, ეხა სკანდინავიის ქვეყნებში ცხადია, რომ ასეთი ტიპის რისკზე წასვლას არ აიძულებენ მოქალაქეებს, არამედ სახელმწიფო მეტნაკლებად ჰუმანისტურია ამ მიმართულებით, მაგრამ ცხადია, მათ ეს მიაღწიეს ბევრი მსვლელობის მიუხედავად, ბევრი სამოქალაქო აქტივიზმის ფონზე, მოქალაქეების მოთხოვნის ფონზე, ასე რომ ჩვენ ძალიან სწორად მივდივართ ჩემი აზრით, როდესაც ამ ტიპის მოთხოვნებს ვაყენებთ, არის გამოწვევები, მაგრამ არა ისეთი, რომ თქვათ, ამით ჩვენ ვღუპავთ ვიღაცას, არამედ დამატებით რგოლს ვაჩენთ, რომელიც კიდევ უფრო კარგად გაფილტრავს. აი ამ გადაწყვეტილების დროს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი არის თუ არ არის, ვიდრე დაინტერესებული, მიკერძოებული ოჯახის წევრები. ამიტომ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პარალელურ რეჟიმში უნდა გაძლიერდნენ მოსამართლეები, თავად ოჯახებთან მიდიოდეს მუშაობა, არსებობდეს სერვისები. ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახი იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ხშირი არაა, მაგრამ არის ასეთ შემთხვევებიც.
როდესაც იღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. ანუ ჩვენ გქონია ურთიერთობა ასეთ მშობლებთან, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბავშვი ბუკვალურად ვამბობ, რომ შიმშილით შეიძლება გარდაიცვალოს აი ამ პირობებში, სადაც მის გულისთვის დაცგაუთხოვებიათ ესეთი არაერთი სტატია, არაერთი ობიექტური მიზეზები და არა სუბიექტური. არ არის ყოველ შემთხვევაში იძულება და ხელების გადაგრეხვა, მაგრამ არის ხოლმე ესეთი ობიექტური მონაცემები, როდესაც ოჯახს მართლა ძალიან უჭირს. სახელმწიფომ ყოველგვარი დახმარებაზე უარი უთხრა. და ეს ადამიანი მშობელი არჩევს რომ მოდი ახლა მინიმუმ საკვები მაინც კონდეს ამჩევ შულს. ხადამე არ ვამბობ რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვამბობ იმ ობიექტურ მონაცემებზე, რომელზეც სახელმწიფო უნდა იფიქროს. მინიმუმ როცა ეჭვია რომ ოჯახი პირობითად და ყოველთვის ყველა მიცის რომ ოჯახი ემზადება ქორწილისთვის. ამ შემთხვევაში სახელმწიფო თავის სერვისებით უნდა მიდიოდეს ამ ოჯახში და ეუბნებოდეს აბსოლუტურად მეგობრულ ტონში რომ თუ არის რაიმე ობიექტური წინაპირობები მე დაგეხმარები რომ ამის გამო არ მიიღო დამაზიანებელი გადაწყვეტილება და სადაც სუბიექტურია და მიაჩნია ვიღაცას რომ ბავშვი მისი საკუთრებაა და როგორც უნდა ისე გააქირავებს, გაყიდის ან დააგირავებს, მაშინ სახელმწიფო იყო ძალიან კაცრი. და თქვას პრინციპულად რომ ეს არის დანაშაული და ამის გამო შენ დაიჯდები. აი დაახლოებით ესეთი სისტემაა. სასჯელი თუ არის გათვალისწინებული. სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა გასულ წელს ძალიან კარგი მუხლი იმ გაგებით რომ პროგრესულია ამის თქმა პროცესის სისხლის კოდექსში პარლამენტმა მიიღო იძულებით ქორწინების მუხლი და განსაკუთრებით დამოუკიდებელ განმავლობაში გამოყოფილი არასრულწლოვანთან მიმართებაში. ანუ ჩვენ სრულწლოვანი ვიქნებით თუ არასრულწლოვანი, როდესაც ხდება იძულებით ქორწინება, ეს უკვე დასჯადია სისხლის სამართლის კუთხით. მეორეა, ზუსტად უბრუნდებით იმ თემას, სადაც პირველ ნაწილში ვლაპარაკობდით, მეორეა ეს რაც ჩაიწერა, რაც კანონმდებლმა მიზნად დაისახა, იცის კონკრეტულმა პოლიციელმა, სადღაც აი მაგალითად, არ ვიცი, ქედაში თუ იცის ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია, ამდენ სწორადაა მიწოდებული და როგორ გამოიყენოს, როცა იცის რომ აი ამ მუხლის საფუძველზე არის რაღაც პრობლემური. ამაზეა ლაპარაკი. ანუ ერთს აი მაგალითად რომ შევადაროთ საქმეს რომ ვიწყებთ არ ვიცი ნებისმიერ ადგილას ხო რაღაცა ორგანიზებას უკეთებ ამ საქმეს, ანუ ამას აქვს ამ საქმეს დასაწყისი, გაგრძელება და დასასრული და ზუსტად იცი რომ თუ ეს ეტაპები არ გაიარე იმ მიზანს ვერ აღწევ რისთვისაც დააორგანიზე. დაახლოებით ასე უნდა უყურებდეს სახელმწიფოც, რომ მიიღო კანონი, ეს არ არის საკმარისი, ამას უნდა მიაყოლოს მთელი რიგი ღონისძიებები აღმასრულებელმა და მთლიანობაში ვიღებთ შედეგს და აი ამის პრობლემა გვაქვს ხოლმე. ჩვენ მოკლედ რა თქვა თუ ყვირით რაღაცას ვითხოვთ, აქციებს ვატარებთ, მე თითქოს ლუკმა გადმოგვიგდებენ კანონის მიღებას და გგონიათ რომ ჩვენ ამით დავკმაყოფილდებით. თუმცა შემდეგ ისე ვიცით. მინდა რომ გავუცრო იმედები რომ ჩვენ ასე არ ვუყურებთ საბედნიეროდ და ჩვენ ვაფასებთ შედეგებით. და არა აქტიობებით. სახელმწიფო მაგალითად ანგარიშს ესე ჩატარდა 5 ტრენინგი და ამას ქვია ინგლისურად თავების თვლა. ანუ ოთახში რამდენი თავი იყო, ეს შედეგს არ გაძლევს ტრენინგის დროს. შენ შედეგი უნდა განსაზღვრო, რა შეცვალა აი ამ ტრენინგმა და რა კონკრეტული ცვლილება გამოიწვია. ჩვენ ასე ვმუშაობთ, ასე რომ თუ ჩვენ გვისმენენ დღეს მე მგონი რომ თქვა კარგხასიათზე არ უნდა იყვნენ გულისხმობს სახელმწიფო უწყებებს, იმიტომ რომ დამერწმუნეთ რომ არ მოვტყუდებით იმ გადმოგდებული ლუკმით, რომელსაც ცდილობენ რომ გადმოგვიგდონ, არამედ ჩვენ მუდმივად მოვთხოვთ შედეგებით განსაზღვრონ ის საქმე. ასე იყო ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებითაც, იმდენად მასშტაბური იყო ეს გამოსვლები, ჩაერთნენ სპორტსმენები, ძალიან საზოგადოებამ შეიძლება ცუდი სიტყვა, მაგრამ აიტაცა ქალთა მიმართ ძალადობა და რაღაც პრესტიჟის საკითხი იყო უკვე, რომ უნდა გამოსულიყო ადამიანი საზოგადოებისთვის ცნობილი ან უცნობი და ეთქვა რომ ქალთა მიმართ ძალადობას გმობს და ამან გარკვეულწილად რაღაც ზემოქმედება ალბათ მოახდინა, იმიტომ რომ მინისტრი არაერთი განცხადება გვინახავს, სადაც მოუწოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს რომ იმ შემთხვევაში თუ არის რისკი საფრთხე უფრო გულისყურით მოეკიდონ საქმეს გამოიძიონ და ასე შემდეგ. ეს არის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი
აქტივობა შეინიშნებოდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოების მხრიდანაც იქნება მსგავსი დამოკიდებულება არასრულწლოვანთა ქორწინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უკვე არა მარტო კანონს მიიღებს, არამედ დაატრენინგებს ადამიანებს, რომლებმაც ეს კანონი უნდა მოიყვანონ სისრულეში. შეადგენს ფსიქოლოგთა ჯგუფს, რომელიც დაუშვათ იმუშავებს მოზარდთან, იგივე სოციალური მუშაკი, რომელთა კვალიფიკაციაც ხშირად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ქვეყანაში. მიხედავს თუ უფრო ფართოდ და უფრო გლობალურად მიხედავს თუ არა ამ პრობლემას, თუ საზოგადოება აიმაღლებს ხმას, რომ ეს არის ქვეყნისთვის პრობლემა. კი ბატონო, მე აბსოლუტურად გეთანხმებით და ზუსტად ეს არის, როცა ვთქვი, რომ ჩვენ თუ არ ვიაქტიურეთ, ანუ საზოგადოებამ თუ არ შეუკვეთა სახელმწიფოს ამ შემთხვევაში რასურს მას და განვითარების რა ეტაპზე ვართ ჩვენ, ხადია რომ იქიდან მხრიდან არ არის შესატყვისი პასუხი. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გავიაზროთ ჩვენი ვალდებულება ერთმანეთის მიმართ და რა თქმა უნდა ბავშვების მიმართ პირველ რიგში, რომლებიც სანამ ისინი ბავშვები არიან, საჭიროებენ ჩვენს დახმარებას და მერე ისინი აბსოლუტურად სრულფასოვანი და მაღალი ხარისხის მოქალაქეები იქნებიან თუ ჩვენ მათ სწორად დავიცავთ და თქვათ მათ უსაფრთხოების უფლებებს გარანტირებას მივცემთ. ამაზე ლაპარაკი და თუ სახელმწიფო მაგალითად დაიწყებს ყვირილს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ან ბავშვთა ქორწინება არის სუდი და ამავდროულად გამოდის მოქალაქე და ამბობს, რომ ეს არის კარგი, ხადია ჩვენ ძალიან კუსნაბიჯებით წავალთ წინ, თუმცა წინ მაინც წავალთ. რომ მაინც გადამწყვეტი ხმა აქვს სახელმწიფოს, რომლის ხელში არის ძალაუფლება, რომელსაც შეუძლია უამრავი მექანიზმი გამოიყენოს საზოგადოების შეცვლისთვისაც კი. აი მაგალითად სულ ამბობ ხოლმე ამ მაგალითს ამერიკის შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქვეყანა მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რატომ? იმიტომ რომ აბსოლუტურად მისაწვდომია ადაპტირებული ნებისმიერი გარემო სერვისი თუ პროგრამა, ყველაფერი რაც არსებობს იქ მოქალაქეებისთვის, არსებობს ყველასთვის. ამიტომ იქ ადამიანები აბსოლუტ რეალიზებულები არიან ეს კატეგორია, მაგრამ თუ ვინმე დასვავს შეკითხვას, რამდენი ხანი მოუნდა ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ სიტუაციაში, მე გეტყვით, რომ არც თუ ისე ბევრი, დაახლოებით ბოლო 20-30 წლის მცდელობის შედეგია ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. წარმოუდგენელი გვეჩვენება, მაგრამ როგორ შეიცვალა, ზუსტად ამას ვამბობთ. მაშინ საზოგადოება აბსოლუტურად არ უჭერდა მხარს იმას, რომ ამ ადამიანებს აქვთ უფლება იყვნენ თანასწორნი და იცხოვრონ ჩვენს ირგვლივ ისე როგორც ყველანი დანარჩენები. ამ დროს სახელმწიფომ გააკეთა პირიქით, ანუ გარკვეული, ძალიან პრინციპული, არაპოპულისტური გადაწყვეტილება მიიღო, მაგალითად შენობების ადაპტირებასთან დაკავშირებით, რომელსაც ბიზნესიც კი ეწინააღმდეგებოდა. მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიიღო ის, რაც დღეს არის. ანუ რისი თქმა მინდა, იცით, ამით რომ ხანდახან საზოგადოება ცვლის ხელისუფლებას უკეთესობისკენ და ხან არის პირიქით. ხელისუფლება ცვლის საზოგადოებას უკეთ, ანუ ბიძგს აძლევს განვითარებას. მე მგონი რომ აქ ვართ დაახლოებით ჩვენ იმდენად აი სუტრიალებთ რომ ხალხის ცნობიერება იმდენად არ ვართ განვითარების იმ დონეზე, სადაც უნდა ვიყოთ, სადაც სასურველია რომ ვიყოთ, ამისთვის უნდა გატარდეს ცოტა უფრო ბრწყალებში ხისტი პოლიტიკა, იმ გაგებით რომ ხალხმა გაიგოს, რომ დისკრიმინაცია არის სუდი, ბავშვებზე ძალადობა არის სუდი და თქვენ შეკვეთას ბავშვებზე იძალადეთ, მე როგორც ხელისუფალი არ დავემორჩილები. ანუ ამ ტიპის თავდაჯერება უნდა ჰქონდეს ჩვენს მთავრობას და სწორედ ამაში ვეხმარებით ჩვენ და ვეუბნებით, რომ თქვენს გვერდით ვართ. თუ ასეთი პრინციპულები იქნებით. დემოკრატია არ გულისხმობს იმას, რომ ხალხმა მართოს ყველაფერი, მაშინაც კი, როდესაც ხალხი უკვეთავს ძალადობას. აი აქ სახელმწიფომ დემოკრატიის პრინციპი სწორად უნდა გაიგოს და მაღალი ხარისხის დემოკრატია ნიშნავს, რომ დაიცავი ყველა ერთი ხალხის წინააღმდეგ. ამ დროსაც შენთვის უნდა იყოს პრინციპული ის ერთი. ამაზე ლაპარაკი. ჩვენი გადაცემის დრო იწურება, მაგრამ ძალიან მოკლედ მინდა გკითხოთ. ეს არის ცოტა სენსიტიური თემა, რასაც მედიის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში არ ვეხებით, ან ვეხებით ძალიან ფაქიზად. მე მინდა გკითხოთ ქადაგებებთან დაკავშირებით, რომელზეც იყო საუბარი, პატრიარქის მიმართაც იყო მოწოდება, რომ იქადაგოს, თქვას, რომ ძალადობა არის სუდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ რას ფიქრობთ და რამდენად დიდია ეკლესიის როლი ამ ყველაფერში? არა მარტო მე ვფიქრობ, არამედ ეს არის ზოგადად აღიარებული ფენომენი, რომ რელიგიური ინსტიტუტები ახდენენ ძალიან დიდ გავლენას.
და აი როგორ გავლენას მოახდენენ პოზიტიურს თუ ნეგატიურს ეს უკვე დამოკიდებულია იმ კონკრეტულ კონფესიაზე თუ კონკრეტულ მიმართულებაზე რომელზეც საუბრობთ ქვეყნის კონტექსტში ჩემი მოსაზრებით დღესდღეობით აი ესე ვთქვათ ბავშვთა უფლებებში და ქალთა მიმართ ძალადობის თემატიკაზე არც თუ ისე პოზიტიურ გავლენას ახდენს მართლმადიდებლური თემი მართლმადიდებლური იმიტომ რომ ის ძირითადად მათი ძალაუფლება ძალიან დიდია და შესაბამისად ისინი არიან ასე ვთქვათ გავლენიანი მოთამაშეები ამ სეგმენტში ამიტომ მათ მიმართ არის ეს კრიტიკა თუმცა არ მიმაჩნია რომ მაგალითად სხვა კონფესიის წარმომადგენლები სასწაულად დიდ პოზიტიურ როლს თამაშობენ, იმიტომ რომ ისინი ჩუმად არიან, როდესაც შეიძლება ხმა აიმაღლონ გარკვეულ შემთხვევებში. იყო შემთხვევები, უფრო მძიმე ნეგატიური ჩარევის, მე გავიხსენებ თუ არ ვცდები 2 წლის წინანდელ საშობაო ეპიზოდს, სადაც ბავშვთა კონტექსტი იყოს, აი როგორ გითხრათ, წარმოუდგენლად ნეგატიურ ჭრილში ნაჩვენები, კერძოდ საუბარი იყო ხელოვნური განაყოფიერების გზით გაჩენილ ბავშვებზე და ეს იყო შეურაცხყოფელი მათ მიმართ არანაირ სტანდარტს არ ექვემდებარება და ეს ძალიან სერიოზულად გაკრიტიკდა და მე არასდროს არ ვერიდები ამ კრიტიკას, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ მიუხედავად იმისა რომ მე მართლმადიდებლური თემის წევრად გრძნობ თავს და ჩემი იდენტობა აქეთკენაა მიმართული, არ მიმაჩნია რომ გონი უნდა დავკარგოთ და ის რაც მთავარია რელიგიაში ადამიანების სიყვარული მიუხედავად მათი განსხვავებებისა უნდა დავკარგოთ და მიმაჩნია რომ მედიაც ძალიან აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მათაც აქვთ შანსი ისწავლონ. რელიგია და ადამიანთა ურთიერთობა ჩემი აზრით არ არის სამმხრივი. ეს არის ორმხრივი, ორივე მხარეს სწავლობთ ერთმანეთისგან. და იმ ქვეყნებში, სადაც მათი როლი არის კარგად გაგებული და ასე ვთქვათ, ისინი პოზიტიურად მოქმედებენ, დამერწმუნეთ, რომ ისინი სერიოზულ გავლენას ახდენენ დადებითად ხელისუფლებაზეც, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობენ და არის რამდენიმე დირექტივა, სადაც პირდაპირ არის მითითება, რომ რელიგიურ თემთან იმუშავეთ იმისთვის, რომ მიაღწიოთ შედეგებს. ასე რომ მათი პროცესიდან განდევნა არაა სწორი და ამის მომხრე მე პირადად არა ვარ, მაგრამ ის რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთნაირ ღირებულებებზე, აქ საკაცობრიო ღირებულებებზე ლაპარაკი დოგმატიკას არავინ არ ცვლის, მაგრამ ის რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია, ის რომ ძალადობა არის ცუდი, ის რომ ქვეყანაში ქალებს კლავენ და არა კაცებს და ამაზე უნდა აპელირება გააკეთოს პირობითად ნებისმიერმა რელიგიურმა ფიგურამ, ამაზე მე მგონი პრინციპული შეთანხმება აუცილებელი და თუ ვერ თანხმდებით, მაშინ კრიტიკა ორივე მხარეს მოსასმენია. ძალიან დიდი მადლობა, ანა, რომ მონაწილეობდით გადაცემაში. თქვენ საკმაოდ აქტიურად მუშაობთ, არაერთხელ ყოფილხართ ჩვენი სტუმარი, თქვენი ორგანიზაციიდან, არა მარტო თქვენ, არამედ სხვა წარმომადგენლებიც და იმეც ვიტოვებ, რომ კიდევ ერთხელ გვესტუმრებით და ვისაუბრებთ ამ თემაზე. ყოველ შემთხვევაში ეს არის გადაცემა, რომელიც ყოველთვის უთმობს დროს ბავშვთა ძალადობის ფაქტებს თუ ქალთა ძალადობის ფაქტებზე, ზოგადად ნებისმიერი ადამიანის უფლებადარღვევის კონკრეტულ ფაქტსაც განვიხილავთ და ასე რომ იმედი მაქვს რომ მედიის არასამთავრობო ორგანიზაციის რელიგიური კონფესიების ასევე სახელმწიფოს უმთავრესი ჩარევით და რეფორმების გატარებით უკვე ეს პრობლემა აღარ იქნება იმდენად აქტუალური ქვეყანაში როგორც ვარ პირდაპირ შემეძლია გითხრათ და მინდა რომ მართლა თქვენი სახით ყველა მედია საშუალებას გადავხადო მადლობა იმიტომ რომ ისინი ძალიან სერიოზული პარტნიორები არიან ჩვენი ამ საქმეში ნებისმიერი მათგანი ვინც არ უნდა იყოს ყველგან მივდივართ და ყველგან ვიყენებთ ამ ძალიან დიდ შანსს ველაპარაკოთ ფართო საზოგადოებასთან, რომ წარმატებები თქვენით. მადლობა და მე წარმატებებს გისურვებთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი თემა იყო ადრეული ქორწინება, რომელიც ძალადობა, სწორედ ამ ლოზუნგით გაიმართა 16 დღიანი კამპანია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ. ჩვენი სტუმარი კი იყო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ანა აბაშიძე. ჩვენ დავბრუნდებით მომავალ 4 შაბათს. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ 4 შაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.